ლიბანმა ირანის წინააღმდეგ სიმბოლურად მკაცრი ნაბიჯი გადადგა და ირანის რეჟიმის მიერ წარდგენილი ელჩი მოხამედ რეზა შიბანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ქვეყანა კვირა დღემდე 2026 წლის 29 მარტამდე უნდა დატოვოს. გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამ სამშაბათს 24 მარტს ბეირუთში. ეს აჩვენებს, რომ კრიზისი უკვე სამხედრო სფეროდან გადავიდა და საბოლოოდ დიპლომატიურ ფრონტზე შევიდა. მთავარი საკითხია, რომ ლიბანი ცდილობს ირანის გავლენის შემცირებას. ეს ხდება ძირითადად ირანის რეჟიმსა და ჰეზბოლას შორის პირდაპირი კავშირის გამო. ჯგუფი, რომელიც ცლებია ირანის გავლენის საკვანძო რგოლად ფუნქციონირებს ლიბანის ტერიტორიაზე. ირანის მიერ არჩეული წარმომადგენლის გაძევებით, ლიბანის მთავრობამ მკაფიო გზა უნდა აგზავნის. სურს შეამციროს სივრცე, დაატესოს ზეწოლა ამ გავლენაზე და აჩვენოს, რომ აღარ ირებს ირანული პოლიტიკური გავლენის იმავე დონეს. ეს ნაბიჯი ძლიერდება, რადგან იზოლირებულად არ მომხდარა. საუდის არაბეთმა და კატარმაც ბოლო დღეებში გაამკაცრეს ირანის მიმართ პოზიცია. ეს აჩვენებს, რომ არაბული მთავრობები სიფრთხილეს ტოვებენ და ღია დიპლომატიურ დაპირისპირებაზე გადადიან. ანუ ლიბანი მარტო არ არის, ის უერთდება არაბულაბულ ფრონტს, რომელიც ამკაცრებს ტონს ირანის რეჟიმის წინააღმდეგ. ომის, რეგიონული დაძაბულობისა და სრული უკონტროლობის შიშის ფონზე მოჰამედ რეზა შიბანის სახელი სწორედ ამიტომ იწონის. ის არ იქნებოდა უბრალოდ კიდევ ერთი დიპლომატი, ის იქნებოდა ირანის ახალი ოფიციალური სახე ლიბანში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანაში ირანის რეგიონული სტრატეგიისთვის. როდესაც ლიბანი ამ სახელს ბლოკავს, ეს ჟესტი მხოლოდ ბიუროკრატიული აღარ არის. ქვეყანა ირანული ყოფნის სიმბოლოს უთხრამს და მიანიშნებს, რომ სურს ეს სივრცე თავის საზღვრებში განსაზღვროს. ეს ნაბიჯი პირდაპირ ეხება ჰეზბოლასაც, რომელიც ირანის მთავარი მოკავშირეა ლიბანში. ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან ლიბანი თავად კრიზისის შუაგულშია და არა უბრალოდ დამკვირვებელი. ქვეყანა სამხედრო ზეწოლას, განადგურებას, შიდა არასტაბილურობასა და რეგიონულ ომში ჩათრევის რისკს აწყდება. ამ ვითარებაში ირანის ელჩის გაძევება სუვერენიტეტის ჩვენების მცდელობაა და გზავნილია არაბული სამყაროს გარეთ მყოფი მსოფლიოსთვის და დასავლეთისთვის, რომ ლიბანს სურს ირანის მიერ მართული ღერძისგან დაშორება. ეს ირანის რეჟიმზე სერიოზულ გავლენას ახდენს. დიპლომატიური გაძევება ნიშნავს გავლენის დაკარგვას, პოლიტიკურ ზიანს და იზოლაციის ზრდას. ირანი შეიძლება აგრძელებდეს სამხედრო მუქარებს და რეგიონალური მოკავშირეების მხარდაჭერას, მაგრამ ძალას კარგავს, როდესაც მისი ფორმალური დიპლომატიური არხებიდან გამოდევნა იწყება. და სწორედ ეს არის ის, რაც ამ ამბავს ასეთ მნიშვნელოვანს ხდის. ირანის ალყა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ბომბებით, თავდასხმებითა და მუქარებით, ის უკვე პოლიტიკასა და დიპლომატიაშიც გადავიდა, რაც დიპლომატიურ ზომად ჩანს, სინამდვილეში უფრო მნიშვნელოვანია. არაბული ალყა ირანის წინააღმდეგ სულ უფრო მკაცრი, ღია და ისტორიულად უფრო საშიში ხდება.